ხდება ტრამპის კაბინეტში პრეზიდენტობის 100 დღის თავზე, რას აპირებს შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებთან მიმართებით, აქ კითხვა ტოვებს თუ არა მედიატორის როლს ტრამპი. 24 საათიც არ გასულა მინერალებზე შეთანხმებიდან, რაც ვაშინგტონში ითქვა, რომ უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე ამერიკა ცვლის მიდგომას. 100 დღის თავზე ჩვენ ნახეთ პირველი საკადრო ცვლილებაც, რომელიც მაღალი თანამდებობის პირს ეხება და მოდი დავიწყოთ ამ ეპიზოდით. როგორც ჩანს, ამერიკული მედიისთვის მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა მაიკ უოლცის გადაყენება. ტრამპმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ტოვებს თანამდებობას და ის გაეროში გადადის შტატების ელჩად. უოლცმა ჩატი დატოვა, ასე ხუმრობდნენ გუშინ სოციალურ მედიაში და ცხადია ეს ეხებოდა სკანდალს, რომლითაც უოლცმა დაამახსოვრა კიდეც მედიას თავი. ეს მოხდა 24 მარტს, როდესაც ატლანტიკის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა უოლცმა ის სიგნალის ჯგუფურ ჩატში დაამატა. ამ ჩატში იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მდივანი და სხვა პირები იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმას განიხილავდნენ. პასუხისმგებლობის აღება ამაზე მოუხდა უოლცს. ტრამპმა მაშინ თქვა, რომ მან გაკვეთილი ისწავლა, თუმცა ალბათ ყველასთვის გასაგები იყო, რომ იგი სკამს დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდა. მედია მოგვიანებით წერდა, რომ თეთრი სახლი განიხილავდა კვირების განმავლობაში რა უყონ უოლცს, საბოლოოდ მას, როგორც უკვე გითხარით, შესთავაზეს გაეროში ელჩის თანამდებობა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციას კი ამიერიდან შეითავსებს სახელმწიფო მდივანი. შესაბამისად, ის გახდება პირველი ადამიანი ჰენრი კისინჯერის შემდეგ, რომელიც უხელმძღვანელებს ამ ორ მიმართულებას ერთდროულად. აქ მოკლედ გეტყვით, კისინჯერი, რომელიც გასული წლის დეკემბერში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, იყო როგორც სახელმწიფო მდივანი, ისე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რიჩარდ ნიქსონის დროს. რა იქნება ახლა რუბიოს მისია? მისთვის ახალი პორტფელი ჩაბარება საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე რთულ მომენტში მოხდა. ტრამპის მიერ ჩინეთთან დაწყებული სავაჭრო ომი, უკრაინაში მშვიდობის დამყარების უშედეგო მცდელობა, მოკავშირეებზე თავდასხმები. მაშინაც კი თუ კი ის შესანიშნავად იმუშავებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, ეს იმიტომ, რომ ამერიკის გლობალურ როლზე ერთადერთი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მხოლოდ ტრამპს. კიდევ ერთი მოსაზრება ასეთია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რუბიო ტრამპის კარზე დაწინაურდა. CNN-ი წერს, ხუთშაბათს ვარდების ბაღში, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ნდობის აღდგენაზე საუბრობდა, ერთი წუთით წინ ჯდომი მამაკაცი გამოარჩია. როდესაც პრობლემა მაქვს, მარკოს ვურეკა უთხრა ტრამპმა შეკრებულ საზოგადოებას და სახელმწიფო მდივნისკენ მიუთითა. ის მას აგვარებს. იქ მსხდომებთაგან ალბათ უცნობი იყო იქ მსხდომებისთვის, რომ ტრამპი ბოლო დროს თავის თავარ დიპლომატთან ახალ პრობლემას განიხილავდა. ეს იყო პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა უოლცს, რომელსაც აღარ ენდობოდა და საბოლოოდ გამოვიდა, რომ რუბიო, რომელიც ყოველთვის აგვარებს პრობლემას, თავად იყო გამოსავალი. სხვა შორის რუბიო პირველი იყო, ვინც თქვა, რომ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მოედანზეა. შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპი არ გაეხვევა პუტინის უსასრულო მოლაპარაკებების მახეში. ახლა ხანს კი თქვა, რომ ეს მათი ომი არ არის. Well, let's remind everybody this is not our war. ეს ჩვენი ომი არ არის. ეს არის ომი, რომელიც ჯო ბაიდენის დროს დაიწყო. ის 3 წლის განმავლობაში გრძელდება. მათ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევიათ მის დასასრულებლად. ეს არის ომი, რომელსაც სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. არსებითად, პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება. უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი იყვნენ 2014 წელს. ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან საუბარი და იმედია მათ შეთანხმებამდე მიყვანა, ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. და სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა ის. 100 დღის განმავლობაში ის ცდილობდა მშვიდობის დამყარებას, მკვლელობების, სიკვდილიანობის, ნგრევის დასრულებას. ამერიკამ შესაძლოა მოლაპარაკებები დატოვოს, თუ კი პროგრესს ვერ დაინახავს, ასე გვითხრა მარკო რუბიომ 18 აპრილს. დადგა თუ არა ახლა ეს მომენტი. ტრამპი მალე დატოვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს გარღვევის გარეშე. აი ასე აღიქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადება საერთაშორისო მედიამ, რადგან სწორედ ტრამპის საარჩევნო დაპირება იყო ომის 24 საათში დასრულება, რაც 100 დღეშიც კი ვერ მოხერხდა და არავინ იცის მოხერხდება თუ არა საერთოდ. რა ითქვა სახელმწიფო დეპარტამენტში? ითქვა, რომ ვაშინგტონი ცვლის მიდგომას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხთან მიმართებით, რომ აღარ იფრენს მსოფლიოს გარშემო პირველ ძახილზე შუამავლობისთვის, რომ ფორმატი იცვლება, თუმცა სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება, რომ ვაშინგტონი არ აპირებს რუსეთისადმი არსებული სანქციების გაუქმებას.
ვიცით რომ პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა მეორად სანქციებზე. ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ ამჟამად არსებულ არც ერთ სანქციას. პრეზიდენტ სურს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ როგორც ერი ვაკეთებთ, დიპლომატიური იყოს. ნათლად განაცხადა სახელმწიფო მდივანმაც, რომ შეიძლება ჩვენი მიდგომა იმით, რომ აღარ ვიქნებით შუამავლები. რა თქმა უნდა, ერთგული ვრჩებით, დავეხმარებით, რითაც შეგვიძლია, მაგრამ არ ვაპირებთ მსოფლიოს გარშემო ფრენას პირველივე გამოძახებაზე შეხვედრების მოსაწყობად. ახლა ეს მხოლოდ მათ ეხებათ. დროა წარმოადგინონ იდეები, როგორ უნდა დასრულდეს კონფლიქტი. მოისმინეთ დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ მოვიდა დრო კონფლიქტის ორივე მხარემ თავად შესთავაზოს და შეიმუშაოს ომის დასასრულებლად რეალური ნაბიჯები და ეს ხაზი მოგვიანებით Fox News-ზე გაამყარა ვიცე-პრეზიდენტის JD Vance-ის განცხადება. 3 წელი გრძელდება. ორივე მხარე უარს ამბობდა მშვიდობაზე და აპირებდა გაგრძელებას ბოლომდე. რასაც ახლა ბოლო პერიოდში ვხედავთ, არის ის, რომ საკუთარი სამშვიდობო გეგმა დადეს უკრაინელებმაც და რუსებმაც. ახლა ისმის კითხვა, შევძლებთ თუ არა შუალედური მდგომარეობის პოვნას. ამჯერა რომ ვინმე შეძლებს ამ შეთანხმების მიღწევას. დონალდ ტრამპის გარდა. ამ შემთხვევაში გულისხმობ მხარეების მიერ წინადადებების დასახელებას. ახლა მათზეა დამოკიდებული მივიდნენ შეთანხმებამდე და დაასრულონ ეს სასტიკი კონფლიქტი. ეს არ დასრულდება მალე. რა თქმა უნდა, უკრაინელები არიან გაბრაზებულები, რადგან მათთან შეიჭნენ, მაგრამ ნამდვილად ვაპირებთ კიდევ 1000-ობით ჯარისკაცის დაკარგვას, რამდენიმე კილომეტრის ტერიტორიის გამო, იმედია ორივე მხარე გაიაზრებს. რას ნიშნავს რეალურად თუ კი ეს არის მედიაციის როლიდან გასვლა, ვის მხარესაა ახლა გადახრილი პინა? ბოლო პერიოდში აშკარაა ტრამპის უკმაყოფილება პუტინით, თუმცა ის მაინც იტოვებს იმედს, რომ პუტინი მას პატივს სცემს. მოლაპარაკებები დაიწყო რიადში, შემდეგ იყო მოსკოვი, კიევი, პარიზი, ლონდონი. სტივ უიტკოფს 4 ვიზიტი ჰქონდა ამ დღის განმავლობაში მოსკოვში. სხვაჩვენს მედია წერს, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში სულ უფრო უკმაყოფილოები არიან მისი მიდგომით რუსეთთან მიმართებით. ინფორმაციას რესპუბლიკურ პარტიასთან დაახლოებული ტაბლოიდი New York Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით ტრამპის გარემოცვაში უკმაყოფილოები არიან იმით, რომ უიტკოფი უმაღლესი დონის შეხვედრებში პრაქტიკულად მარტო მონაწილეობს და პერიოდულად კრემლის შეთავაზებული თარჯიმნების მომსახურებით სარგებლობს. ის დაბრალდება წარუმატებლობა პუტინთან მოლაპარაკებებში. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ სამშვიდობო პროცესის წარუმატებლობის შემთხვევაში სენატის უმრავლესობა მზად არის მხარი დაუჭიროს რუსეთის ნავთობის შემსყიდველებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესებასაც. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი სენატორ ლინდსი გრემზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც უკვე დაარეგისტრირა ეს აქტი. გრემის თქმით, პუტინს საბოლოოდ ექნება არჩევანი, დაასრულოს ომი ან გაანადგუროს რუსეთის ეკონომიკა. ინიციატივა ითვალისწინებს რუსული გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ურანის შემსყიდველებისთვის ბაჟის დაწესებას. ინიციატივამ ცხადია გააღიზიანა მოსკოვი. ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ ამერიკის სენატი რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო გამანადგურებელი სანქციების დაწესებისთვის ემზადება. ნახოთ რა პასუხი ექნება ახალ ადმინისტრაციას. ტრამპის რეიტინგი დაეცა, Deep State-ი მას სასტიკ წინააღმდეგობას უწევს. ციტატის დასასრული ეს უკანასკნელი ალბათ მოგაგონებთ ოცნების განცხადებებს თბილისში ტრამპსა და Deep State-ზე, თუმცა ახლა ეს არ არის ჩვენს ფოკუსში. მივუბრუნდეთ კვლავ რუსეთ-უკრაინას და ვაშინგტონს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი იტყოდა, რომ აღარ იფრენს მსოფლიოს გარშემო ამ მოლაპარაკებებისთვის 24 საათით ადრე გაფორმდა ისტორიული შეთანხმება მინერალებზე ამერიკასა და უკრაინას შორის. შეთანხმება, რომელსაც შტატებში უწოდეს ისტორიული, უკრაინაში კი თანასწორ პრინციპებზე დაფუძნებული. Немає боргу. შეთანხმებაში ვალი არ არის და იქნება ფონდი, აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას განახორციელებს და ფულს აქ გამოიმუშავებს. ეს არის ამერიკასთან ერთად სამართლიანი პირობებით მუშაობა, როდესაც როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე შეერთებულ შტატებს პარტნიორობით შეუძლიათ ფულის გამომუშავება, რაც თავდაცვაში может в партнерстве и украинская держава. რა ფაქტორი იქნება ეს შეთანხმება უკრაინის, რუსეთისა და შტატებს შორის ურთიერთობაში? ამ თემაზეც ვილაპარაკებთ დღეს სტუმრებთან ერთად. მანამდე მოკლედ გაგახსენებთ მთავარ პუნქტებს. აქ წერია, რომ ყველა რესურსი რჩება უკრაინის საკუთრებაში. საინვესტიციო ფონდი იქნება 50-50 პარიტეტით და ეს გულისხმობს არანაირი ვალის პრინციპს. ტექსტში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ფინანსური ვალდებულება შეერთებული შტატების მიმართ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის ევროინტეგრაციის კურსს.